შუქი. დიდხანს ვფიქრობდი ეს ვიდეო ჩამეწერა თუ არა საერთოდ, გადამეღო თუ არა და ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყავი თუ არა, რომ მომეყოლა ეს ყველაფერი თქვენთვის. ახლაც გამოძინებული არ ვარ, იმიტომ რომ მთელი ღამე ვფიქრობდი ამ ვიდეოზე, როგორ მიიღებდით ამ ყველაფერს, რა მოყვებოდა ამ ვიდეოს, რეალურად დიდი ხანია ამ ყველაფერზე საუბარი მსურს თქვენთან. ძალიან შორიდან დავიწყებ ისტორიას და მოგიყვებით როგორ მოვედი აქამდე. 4 წლის ვიყავი, როდესაც უკვე თბილისში ვცხოვრობდი, თემქაზე დავიბადე, მაგრამ ჩემი ოჯახი და ჩემი ნათესავები და ყველა დევნილები გახლავთ და 4 წლის ასაკში შემემთხვა ესეთი რაღაც უსტბაზე. ვიყავი მამაჩემთან ერთად, იქ მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, მამაჩემი ახალგაზრდა იყო. იქ რაღაცა პრიუკებს ანახებდა ბჭყალებში და წყალში ჩახტომის დროს, როდესაც რეალურად წყალი ღრმა უნაყოფილი იყო და ისეთ სიღრმეზე იყო შესული, რომ ჩახტომის დროს, როდესაც თავით გადახტა, დიდი ლოდი იყო წყლის ქვემოთ და დაარტყა ეს ადგილი, უკანა მხარე. რის შედეგადაც ადგილზევე გაითიშა. თავიდან პატარა ვიყავი, მე ეს ყველაფერი მახსოვს, ამ ყველაფერს ვუყურებდი და თავიდან მამაჩემის მაკაცებსაც რომ გამოვიხედე მარცხნივ, ეგონათ რომ ხუმრობდა, იმიტომ რომ მამაჩემი იცოდა ხოლმე მსგავსი რაღაცეები, რომ თქვა ბჭყალებში ბოროტული ხუმრობა და ეგონათ რომ თავიდან უბრალოდ რაღაცას ხუმრობდა და მხოლოდ ხუმრობა იყო ეს ყველაფერი. დაახლოებით 2 წუთი არ იყო გასული, როდესაც იგივე პოზაში იყო უკვე თავით იყო წყალში და ტივტივებდა, მიხვდნენ რომ ეს ყველაფერი ხუმრობა არ იყო. მოვიდა სასწრაფო დარეკეს, კატერები შევარდნენ წყალში, მამაჩემის მაკაცები აქედან ხელით როგორც შეეძლოთ მიცურავდნენ და მე უბრალოდ ვიდექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი. მამაჩემი ამოიყვანეს, უგონო მდგომარეობაში იყო მაშინ, საერთოდ გადარჩენაზე ზედმეტი იყო საუბარი, მაგრამ დროის მონაკვეთის შემდეგ პულსი დაუფიქსირდა. შეიძლება თვეებით ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, რაღაც პერიოდში ფსიქოლოგებთანაც დავდიოდი, რაღაც ფსიქიატრებთანაც დავყავდი ჩემებს, მაგრამ ჩვეულებრივად მაქსიმუმ 9 წელიან 1 წელიწადი იცხოვროსო. მოწყვეტილი იყო თავს ქვემოთ მთლიანად, ანუ ჩვეულებრივად აზროვნებდა, საუბრობდა, მაგრამ თავს ქვემოთ ვერაფერს ვერ გრძნობდა და ვერ ამოძრავებდა. 1 წელი, რადგან დაუსვეს დიაგნოზი, რომ მაქსიმუმ 1 წელი ეცოცხლა, მაგ დროს ბებიაჩემმა გადაწყვიტა, რომ ამერიკაში წასულიყო. დედაჩემმა გადაწყვიტა დარჩენა, რომ მოიარა მამაჩემისთვის. სასტუმრო აჭარაში ვცხოვრობდით, მაშინდელი მთავრობის მიერ მოცემულში. იდეაში, როდესაც 1 წელს აძლევდნენ ექიმები მამაჩემს სიცოცხლის ხანგრძლივობას, იმაზე 10 და მეტი წელი იცხოვრა. ბევრჯერ ქონდა მამაჩემს ის მომენტები, რომ არ უნდოდა ესე ყოფნა და საერთოდ ესე ცხოვრება, მაგრამ ბებიაჩემისაც მესმოდა მაგ მომენტში და მოკლედ ძალიან ისეთ ვითარებაში მომიწია ამ ყველაფრის გავლა და გაზრდა, რომ მამაჩემთან ვიყავი და ვხედავდი, რომ თავს ქვემოთ მოწყვეტილი იყო მთლიანად, მთელი ცხოვრება სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდა და უცებ ესე რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ეს ყველაფერი, როდესაც მოხდა, წლები გავატარე მამაჩემთან, ვცდილობდი მაქსიმალურად, რომ ახლოს ყოფილიყავი, მაგრამ რადიკალურად ჩემი ცხოვრება შეიცვალა 2017 წელს. 11 რიცხვში, დეკემბერს, როდესაც მე მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდი სამხრეთ კორეაში, ვინც იცით, კაუნტერს თამაშობდი მაშინ საქართველოს ნაკრების სახელით. აეროპორტში, როდესაც ჩამოვფრინდი, დამახვედრეს ესეთი სიახლე, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. მანახის ვიდეო, სადაც, როდესაც რეანიმაციაში იყო მამაჩემი და უკვე გონზე იყო მოსული და საერთოდ ვერ შეატყობდი, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო, თხოვდა, რომ მე ნახა, მივსულიყავი და რაღაც დრო გამეტარებინა მასთან ერთად. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე და დავაგვიანე. ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის ალბათ ეგ ყველაფერი, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვინც ესე ახლოს ყავდა, კი დედაჩემიც იყო, ბებიაჩემიც იყო, ნათესავებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგრე ახლოს ადამიანი ყველაფერს დამიუხედავად არ მყოლია. პერიოდი, რაც ბავშვობიდან გამოვიარე, ესე ვთქვა, ბჭყალებში მძიმე პერიოდი, თითქოს და ისე უკან დავბრუნდი. ჩემ თავს ვადანაშაულებდი ამ ყველაფერში. რომ რაღაც მომენტში არ ვიყავი გვერდით, როდესაც ალბათ ყველაზე საჭირო მომენტი იყო და ყველაზე ძვირფასი დრო დავკარგე ისეთ რაღაცაში, რაც შეიძლებოდა უკეთესად გამომეყენებინა. დღემდე ვნანობ მაგ ყველაფერს. ეს ოჯახის წევრებმაც არ იციან და ვიდეოში ვიძახი პირველად. თანამ YouTube-ს დავიწყებდი 2018 წელს, თვითმკვლელობის ცდილობაც ჰქონდა. იქ ფსიქოლოგებთან დავდიოდი, ფსიქიატრთან ისევ არანაირი შედეგი არ ჰქონდა ამ ყველაფერს. რის შედეგადაც ბიჭებთან რადგან კონტაქტი მქონდა, იქ იუთუბერიც გავიცანი, ეგ პერიოდი იყო, რომ ზიპერა და გრიგალაც გავიცანი. ბიჭებმაც არ იციან სხვა შორის ეს ისტორია. გრიგალა იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მაშინ მთხოვა YouTube-ზე დამეწყო კარიერა. რაღაც სხვაენოვან სტრიმებს ვაკეთებდი, ხან ინგლისურს, ხან რუსულს, ხან რაღაცას მოვედებოდი. თხოვა რომ ქართულ YouTube-ზე გადმოსულიყავი და სხვათა შორის პირველი ვიდეო და ყველაზე პოპულარული ვიდეო, რაც დღემდე არ ხსნემიდევს, არის გრიგალასთან ერთად ჩატალდენატივი. რაღაც ხრივ ეგ ყველაფერი გადავაგორე, გადავერთე თითქოს და უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს ვაკაცებს და ბიჭებს. მაგ ყველაფერში ვერასდროს ვერ მოუყვებოდი ალბათ ამას და ვერ უყვებოდი, იმიტომ რომ რაღაც ხრივ მცხვენოდა.
ეს ყველაფერი როდესაც ხდებოდა უკვე, გამხდარი ბავშვი ვიყავ, ნენა და უკვე წონაში ვიმატებდა, ცოტა პუტკუნდებოდი უკვე რა, რაღაცა ის ცოტა მემატებოდა წონა. გარატეხის ასაკში ყველაზე დიდი ზრდა მქონდა წონაში, სხვათა შორის ყოველთვის ჭამდი ნერვიულობის ფონზე. არიან ადამიანები, ვინც ნერვიულობის რო საერთოდ ვერ ჭამენ, მე პირიქით ვიყავი, რომ რაღაცა დასტრესდა, რაღაც დეპრესიულ ფონზე, სულ ჭამა და ნენა ვიმატებდი ამ ჩემ კილოგრამებს, რასაც არც ბავშვობაში აღარ უჩივოდი უკვე. YouTube-ზე როდესაც მოვედი, დავიწყე სტრიმების კეთება, ვიდეოების კეთება, ძალიან ბევრი რაღაცის კეთება დავიწყე, ხან რაღაც TikTok ფან შეხვედრებს დავდიოდი, ხან 1000 რაღაცას ვიღებდით. ყველანაირ კონტენტს ვედებოდით ბიჭები მაშინ და მაშინაც ასე თუ ისე წონა როდესაც მქონდა, არა ისეთი როგორიც უკვე ბოლო დროს მქონდა. მაგრამ მაინც ყოველთვის მოდიოდა კომენტარები, რომ აი ისი რა შენ დიდი წონა გაქვს, რა მახინჯი ხარ, როდის დაიკლებ, ამ ხელა ბიჭი ხარ და მსგავსი კომენტარები მოდიოდა ისეთი ძალიან ბევრი, რომ რეალურად გინდა არ გინდა იმის დამიხვევოთ რომ მივეჩვიე, გულზე ხვდებოდა რა, ვატარებდი, შეიძლება ბევრი კომენტარიც და რაღაცა იუმორისტულ დონეზე გამეტარებინა და გამეცინა, მაგრამ ტვინში გინდა არ გინდა ეს ყველაფერი მელექებოდა. იყო მომენტები, რომ ძალიან მოვიმატე, ის იყო 120 კილო ვიყავი და მოვიმატე 30 კილო და 150 კილომდე ავედი, შემდეგ მქონდა მცდელობა ვარჯიშის შემდგომ რომ დამეკლო და ვარჯიშობდი 2 თვე თუ 3 თვე დაახლოებით, დავდიოდი ტრენაჟორებზეც, სარბენბილიგზეც დავდიოდი, დავრბოდი, რაღაც ვიტამინებს ვღებულობდი, ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდი და დაახლოებით 20-30 კილომდე დავიკელი. მაგრამ მე სამწუხაროდ, რადგან ნებისყოფა არ მქონდა, ორმაგი მოვიმატე რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ვარჯიშს თავი გავანებე. ეს იყო ალბათ ჩემთვის ყველაზე დიდი კატასტროფა, რომ რაღაცა მეგონა რომ შევძელი, რაღაც გადავლახე და ისევ რაღაცა ორჯერ უარეს ფაზაში დავბრუნდი ისევ. ამას ვერ გავამტყუნებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ალბათ ჩემი ოპერაციის, რომ ეს ყველაფერი სტრიმებზე ხდებოდა, რასაც ეხა ნახავთ. სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. ეხა ზონ თავარია გული გაქვს ძალიან ჯიგარი. ანუ ეხა შენც იმას მეუბნები რომ სუკანი ვარ და თავარია გული მაქვს კაი. ყველა კაცი ეცნები. ნუტილი ხარ დავიტბორეთ. ეს დავიტბორეთ, მინდა დამიწერა. შენ ადრე თუ გვიან გიპოვ, ეს ყველაზე მეტად გულზე მოხვდა მაშინ. აი 1000 ჯერ გამიღადავი, მაგრამ დავიტბორე იმენა ძალიან ბრუტალური იყო. სიგახე არ მოგიხდება რა ბიჭო, ვიცი ხარ ეხა გადადგილება გიჭირს, ნუწნუწაბა კომპიუტერის კამამდე რითი მიდიხარო. აი ძმა შეხეთ. რას ვაკეთებ ვიდეოში კიდე გაი ამას ეს რო არ ჩავხოთ გიო მასე დაწუნეთ უხუმბადას, მაგრამ ბოლოს დრაკონის მებრძოლი გახდაო. ანუ სად გავთვალე ხვდებით რომ დრაკონის მებრძოლი გავხდებოდი? ეხა უფრო ტრაკონის ვარ, დავიკელი. სტრაქანაო შევთან. ფოთი დაიძირა თავს უშველეცა დრო. გამიღვიძა ბავშვთა ბოდიში. კაი, გეყოფათ. ბიჭის რა იგზენით, ბათუმში ტალღები ადით და საყვარელი მუცელი გააქვს. შევეშვით, ძმა. ძუძუები როგორ უდეს მაგდას დაამუღამეთო. ნევას ბევრ წყალს რო სვამ მუცლიდან ტალღების ხმა მოდისო. ეხა მეცინება, მაშინაც მეცინებოდა, მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი მოტივატორი იყო, ყველაზე დიდი ეც არა, ანუ რაღაც დოზით მიიღო ამ ყველაფერმა იმაში მონაწილეობა, რომ დღეს მე 100 კილო მაქვს დაკლებული. ალბათ ამ ადამიანების დამსახურებაც არის, რომ რაღაც წვლილი მიუძღვეთ ამ ყველაფერში, რა. ალბათ რაღაც დოზით ესეც საჭირო იყო? შეიძლება. ის ადამიანები, ვინც ჩემი ძმაკაცები იყვნენ და ვინც მეხუმრებოდნენ თუნდაც ამ წონაზე, იმ ხელა მხარდაჭერას გრძნობდი ამ ადამიანებისგან, თუნდაც გრიგალა, თუნდაც ზიპერა, თუნდაც აკება, ძალიან გვერდში მედგნენ. ცდილობდნენ ყველანაირად, რომ ეს წონის პრობლემა რაღაც ხრივ დამეძლია. აი სტრიმებზეც თუნდაც აკებასთან ძალიან ხშირად მიწერდა, რომ გამოდი რეზი გარეთ, წამოდი გავიდეთ და რამდენჯერაც უხსნიდი, რომ არ შემიძლია, რეალურად ეგონათ, რომ მეზარებოდა. ანუ ვერ ვუხსნიდი იმას თუ რეალურად რას გავდიოდი ჩემ თავში, რა ბრძოლები მქონდა და რა მჭირდა და გახსნილად ვერ ველაპარაკებოდი, იმის გამო კი არა, რომ ამ ადამიანს ვერ დაველაპარაკებ, გახსნათ, უბრალოდ ჩემში იმდენად ჩაკეტილი ვიყავი და იმდენად მიჭირდა ამ ყველაფრის გადალახვა, რომ ვერ ვესაუბრებოდი ვერავის ამ ყველაფერზე. ორნაბიჯს გადავდგამდი თუ არა, უკვე გული ცუდად მიხდებოდა. თავის ტკივილები, წნევები, გულის წასვლები, კომპლექსიც მქონდა ძალიან დიდი, თუნდაც გოგოებთან. გოგოსთან სასეირნოდ ვერ გავდიოდი. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ხუთნაბიჯი სექსზე საუბარი არ მაქვს. ეს თემა უნდა დავივიწყოთ საერთოდ. სექსი რა იყო არ ვიცოდი. ოღონდ მართლა არ ვიცოდი. პირდაპირ გეუნებით, რომ ცადე.
მაგრამ ეს ხომცდელობა იყო. კოვიდის პერიოდი იყო, როდესაც თურქეთიდან ჩამოვდიოდი და მომატებული მქონდა კიდე 30 კილო. ბოლო ჩემი რეკორდი წონის იყო 193 კილოგრამი. გადავწყვიტე, რომ რადგან ვერ დავიკელი ვერც ვარჯიშით, რაღაცა YouTube-ზე ვუსმინე ამ რაღაც мотивაციურ სპიჩებს და you can do it bro, ჩემი do it, ძმა, ვერაფერს ვერ ვაკეთებ. აი, ვაფშე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ვიფიქრე ამაზე, გადავწყვიტე, რომ უკვე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა ოღონდ საქართველოში, ამერიკულ ჰოსპიტალში და როდესაც უკვე დამინიშნეს სტანდარტულად როგორც ხდება, წონაც არ უნდა მქონო და რაღაც კონკრეტული წონა უნდა დამეკლო, შაქარი უნდა დამესტაბილურებინა მინიმალურამდე რაც შემეძლო, ინსულინი უნდა დამერეგულირებინა, რაღაცეები უნდა შემეცვალა ორგანიზმში, რომ ოპერაციის უზად ყოფილიყავი, ეს ყველაფერი როდესაც ნორმაში უკვე ჩავიყენე, მეორე დღეს უკვე ოპერაცია მაქვს, წინა დღეს განვაცხადე უარი შიშისგან. შემეშინდა. იმიტომ რომ წინა დღეს ისეთი რაღაცები წავიკითხე და მოვიძიე, რომ მეთქი არ შემიძლია. სახშიც გაუცდნენ, ვიფიქრეს, რომ ალბათ რაღაც ფსიქოლოგიური ის მაქვს, ისევ ჩავარ დეპრესიაში, ისევ დაუბრუნდი ძველ დროს, ეს ომები მაქვს გაუჩერებლად. მაგ პერიოდში შეყვარებული მყავდა, უკვე 193 კილო ვიყავი და მიძლებდა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავი, რესპექტი ჩემგან მაგოგოს. ეგეც დამეხმარა, რომ რაღაც ნაბიჯები გადამედგა, იმიტომ რომ სირცხვილი იყო ალბათ, რომ გოგოსთან ერთად სასეირნოდაც ვერ მივიდოდი ნორმალურად. ოთახიდან რო გავდიოდი სამზარეულოში, გული მქონდა ცუდად და ოფლი მომდიოდა. სულ ოფლიანობდი, მაღაზიაში შევიდოდი სადმე და ჩემი ზომა არაფერი არ იყო და რო შევდიოდი, აი 4XL რა გაქვთ, ან 7XL რა გაქვთ, აი ოვერსაიზი 20XL და სხვა ზომა არ მეტეოდა. ბებიაჩემსაც ამერიკიდან რაღაც ტანსაცმლებს ვაგზავნებდი, გიგანტების მაღაზია ერქვა, მან შედიოდა, იმიტომ რომ სხვაგან ვერ იშოვდი ჩემ ზომებს. და ეგ სიამოვნებაც არ მქონდა, რომ აი თქვენ რომ მოგწონთ მაგალითად აი ვინც რაღაცა S და M-ს იცმევთ ეხლა და მე სხვა შორს უკვე ვიცმევ, რაღაც რომ მოგეწონება და იყიდით, ეგ სიამოვნება არასდროს არ მქონია, არ ჩარვალზე, შარვალი რო ვანახოთ თუ შეიძლება. ეს იყო შარვალი, რომელიც ბოლოს აღარ მეტეოდა საერთოდ. გადავწყვიტე, რომ ანამ ოპერაციას ვიკეთებდი, რადგან ნებისყოფა მე არ გამაჩნდა, ეს ოპერაციაც გავაუქმე, შეყვარებულიც აღარ მყავს, კატაც გამექცა სხვა შორის მაგ პერიოდში, ეტყობა ვერ აიტანა. ერთხელ და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ბარიატრიას გავიკეთებდი სლივს და დავიკლებდი წონას. ისევ გავიარე იგივე პროცედურა, წონის კლება, დიეტა, ანალიზები, ეს პრეოპერაციული მომზადება, სხვა შორის რთული არ არის, პირდაპირ გეტყვით, ვინც ამის გაკეთებას გადაწყვეტ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ბარიატრია არ არის გამოსავალი. თუ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ წონა თვითონ დაიკლოთ, თქვენივე ნების ყოფით და გაქვთ მაგის შნორო, ვარჯიში დაიკლოთ და მიხვიდეთ და მიიყვანოთ თქვენი საკუთარი თავი სასრულ ფორმამდე, ოპერაცია საერთოდ არ გჭირდებათ. მე ადამიანები გავიცანი, ვინც 100 კილო იყო და ბარიატრიულ ოპერაციას ნატრობდნენ. როდესაც 193 კილო ვიყავი და 100 კილო დავიკელი. ანუ ადამიანს რაც თვითონ იყო, ის დავიკელი. ვისაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაიკლოთ, საერთოდ არ გჭირდებათ. ნუეზებთ მარტივ გამოსავალს. თუ გაქვთ ჯანმრთელი ორგანიზმი, ჯერ ახართ რაღაცა კატასტროფულ ზონაში, თქვენ თვითონ ჯობია დაიკლოთ და მოგიყვებით ამასაც რატო. ოპერაციის დღე არის, დამოწვინეს პალატაში. შიშის ფაქტორის და მიუხედავად მოვითხოვე, რომ ამერიკელ ქირურგს გაეკეთებინა ოპერაცია და ერთ ქართველს, ორი ქირურგი იყო და მესამე დამკვირვებელი რო ყოფილიყო. გადავიხადე 4-ჯერ ძვირი, დაახლოებით 17 თუ 16 თუ 17 უნდა დამჯდომოდა, მაგრამ ჯამში ალბათ ჩემი ტრაკის თამაშის გამო 1-21-მდე დამიჯდა ვითომ, რაღაც ეგრე, ნუ რაც თურქეთში ჯდება, იმაზე 4-ჯერ ძვირი მაინც დაждდა. მოვიდა ოპერაციის დღე, უკვე უნდა დამოწვინონ პალატაში და უნდა გადამიყვანონ საოპერაციოში და ხალათი როდესაც მომიტანეს, ერთი ჩამეტია წინიდან და ტრაკი მიჩანდა. ანუ გათვლილი ქონდათ, მაგრამ მაგ მომენტში მე გადავწყვიტე, რომ ორი ხალათი უნდა ჩამეცვა, რადგან იქ გოგო ქირურგებიც იყვნენ და ვთხოვე, რომ გადამაფარეთ კარგად ჩემ ფუთეთ მეთქი. მქონდა ეგ კომპლექსი, პატარა ჯუჯუს. რა გავაკეთო? ესე 4 ხალათი მეცვა, ესე ამოფარებული წინ უკან და მომენტია უკვე რომ ესე შემაცურეს სამ საოპერაციოში, რაღაცა კათეტერი მიდგა აქ ხელში, აქედან უკვე ნარკოზი უნდა გამიგეთდეს და აი მანდ მომიჭირა ეგრე ცხოვრებაში არ მოუჭერი არასდროს. აი ჩამიარა შიშებში, ფიქრებში, აბა კარგად ხო ვიქნები, მაგრამ ნერვიულობაც ვერ მოასწარი, გავიტიში. გავიღვიძე და უკვე ნაოპერაციები ვარ, საერთო პალატაში ვიყავი სხვათა შორის და გოგო ტირო და ერთი და ცოტა დავიძაბე მაგაზე, რომ ქირურგია კითხებოდა იქ ექთნებით, რომ რა გჭირს, აბა ცუდად ხო არ ხარ, ამე ხო არ გკივა. არა, არაფერი, უბრალოდ ემოციურ ფონზე ტირო და ხდება ეგეთებიც, რომ ბევრი ემოციურად ვერ უძლებს ამ ყველაფერს, მაგრამ ეგ გასაგები არის, იმიტომ რომ ემოციურად მეც ტირილი მინდოდა, მაგრამ რადგან ის გოგო ტირო და დავუთმე. გადამიყვანეს ჩემ VIP ოთახში. იქ 4K ტელევიზორი, რაღაც 120 FPS და რაღაცა ეს პულტით რო საწოლს ამოძრავებს რაღაცა და იქ მასაჟორები და გამოდის ქირურგი და მეუბნება რომ გილოცავ მშობიარობას. ნარკოზიდან რა ახალი გამოსული. ანახეს ჩემი კუჩის ფოტო.
აი ესე კაი კალმახივით და რაღაცა ქაშაყივით და რაღაცა ზვიგენივით იყო. აი ესეთ კუჭი ამომიღეს. რაღაცა გაიხუმრეს თითქოს რომ ჰაჰა იმედია ლაივში არ ხარო. ვერ მივხვდი თამბი მეთქი რა ლაივში არ ვარ. თურმე ნარკოზა როდესაც გამოვიდი, სანამ გადამიყვნენ VIP ოთახში, Instagram-ზე ლაივი გავუშვი, არ მახსოვს ეგა საერთოდ. სადაც არ ვიძახდი კარგ რაღაცებს. არც მომსახურე პერსონალზე, არც საკუთარ თავზე. წამოვედი მოკლედ, ტკივილები მქონდა, პირველი დღე ეგ უნდა იცოდეთ, რომ დისკომფორტი გექნებათ. ნუ ტკივილები ისეთი კი არა, ვაიმე მოვიკეცე და რაღაც. ყველას ინდივიდუალური აქვს, ეგეც გაითვალისწინეთ. ცოტა დისკომფორტი მქონდა, რაღაც 8 კილო ისავ მიღეს, მეტი კი არაფერი. იოგურტებს ვამ, ამ იოგურტებს ვერ უღებულობდი სამწუხაროდ. შოკოლადის გემოზე ეგრევე უკან ვიღებდი, ცუდად ხვდებოდი. გავიარე ეს რაღაცა ერთი თვე რაღაც იოგურტებს ვამ სითხეებს, მერე ბულიონზე გადადიხარ თვენახევრის, მერე ორ თვეში ატარა გოგრის სუპს გასინჯავ. უკვე თავზე გაგაჭმული. ნუ რაღაც პროცედურები არის ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სლივიც არსებობს და ბაიპასიც ორნაირი სახის ოპერაცია და სლივის დროს კუჭის მოჭრა ხდება, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ შეიძლება ეს კუჭი ისევ გაიზარდოთ, თქვენ თუ იგივე რეჟიმს მიყევით და ბაიპასის შემთხვევაში კუჭი ერთდება ნაწლავთან და სხვანაირი ქირურგიული ჩარევა ხდება და ვერ მოიმატებთ, მაგრამ მე სლივი ავირჩია, რადგან სლივური ბიჭი ვარ და 2-3 წელიწად შევხედავ ხა როგორ ვიქნები და მე გადავწყვეტავ. ფსიქოლოგიურად ისე დაძაბული ვიყავი, რომ მავიწყდებოდა რომ ოპერაცია მქონდა გაკეთებული. ეს ერთ დღეს ერთ თვე იყო გასული, გავიღვიძე და დამავიწყო ოპერაცია რომ გაკეთებული. ეს გაბრუებული ავდექი ლოგინიდან გავექანე ეგრევე სამზარეულოში და ავიღე ბურგერი. მოვკვით ეს ნახევარი ბურგერი და გადავყლაპე. ალბათ ჯობია რომ გესროლონ მე იქ რაც განვიცადე. ეს სასწრაფად მე 112-ში აროს არ დამირეკია. 4-ჯერ დავრეკე 4 სასწრაფად მოვიდე და ეკიპაჟი მოყვა კიდე. როგორ გადავრჩი არ ვიცი. რასაც დაგიწერენ, აუცილებლად უნდა მიყვეთ. იმიტომ რომ რაც წერია რომ 1 წელია, ვიტამინები უნდა დალიოთ, უნდა სვათ. მე მაგალითად დამიწერეს 1 წელი ვიტამინები უნდა სვა, 7 თვეში გავონებე ამას თავი. თავბრუსხოვები დამეწყო. 1 წელიწადს რომ მიყვეთ ამ ყველაფერს და იმ ინსტრუქციებს, რასაც გიწერენ, იქნებით კამფეტივით. იქ ვარჯიშის გიწერიათ. დავდიოდი 7-8 კილომეტრს. ეხა ის გამახსენდა, ხო იცი, ცოტა ხო უნდა მოვიტყო ვიდეოში. ჯარის ვიდეოში ხო გამოჩნდა როგორც დავდიოდი. არა, ორნაბის რომ ვერ გამდი, მართლა ვიგზენი იშვება, რომ შემიძლია უკვე მოძრაობა, აქეთ იქით სიარული, აქტიური ცხოვრება დავიწყე უფრო, გადაღებებზეც არ დავდიოდი. მაშინ სახლი დავიღებდი ყველაფერს. ეხა თვეში 30 დღიდან და 31 დღიდან 20 დღე გადაღებები გვაქვს. გასვლები, ხან სტუდიური, ხან რაღაცა აქტიური ცხოვრების რეჟიმი გამოვიმუშავე და ძალიან მომეწონა. და რისთვის ჩავწერე ეს ვიდეო, რომ არა აქვს მნიშვნელობა რეალურად ვინმე დაგცინით წონაზე თუ არ დაგცინით, გინდათ ეს თუ არ გინდათ. ჯანმრთელობის ხრივ ჯანმრთელობის ძვირფასი არაფერი არ არსებობს საკუთარი თავისთვის. იმ პერიოდში ვიყავი უკვე რომ ეს ოპერაცია რო არ გამეკეთებინა, მითხრეს რომ მაქსიმუმ აი 9 წელიო და ალბათ გადაყირავდებოდიო ჩვეულებრივადო რა. ამიტომ ვიძახით, თქვენ თვითონ თუ შეგიძლიათ დაკლება, დაიკელით თქვენ თვითონ. ზედმეტი ქირურგიული ჩარევის გარეშე. თუ არ შეგიძლიათ, ბარიატრი არის იდეალური გამოსავალი თქვენთვის. მაგრამ რასაც დაგიწერენ, უნდა დაიცვათ. არავის არ გეგონოთ მარტივი რომ ბარიატრიის შემდეგ უცებ გამოხვალთ იქ საოპერაციოდან და ერთ თვეში აი ესე თვითონ თავისინებით იკლებთ ამ ყველაფერს. წყალი უნდა სვათ 2 ლიტრა, იქ რაღაც საჭმელები შეგზიზღდებათ, რეცეპტორები შეგეცვლებათ. მე მაგალითად ხაშში სუნი რომ მცემდა, როდესაც უკანი ვიყავი ოპერაციამდე, გული მერეოდა ხაშზე. ეხა ხაში რო დამიდო, ჩემთვის არის იდეალური საჭმელი. შემეცვალა გემოვნება, შემეცვალა ცხოვრების სტილი, შემეცვალა შეხედულება ბევრ რაღაცაში, ცხოვრებაზე შეხედულება შემეცვალა და რაც ყველაზე მთავარი არის, ცხოვრების ხალის დამიბრუნდა. რაც წლები მქონდა დაკარგული. და მარტო ოპერაციის დამსახურება ეგ არ არის. ბიჭების დამსახურება არის იმ ადამიანების, ვინც გვერდში მედგა, ვინც აქამდე მოყვებოდა და ვინც ეს ყველაფერი დამაწყებით. და თქვენი დამსახურება არის პირველ რიგში, რომ ამდენი წელია მიყურებთ, მომყვებით და მქონდა მომენტები, რომ ძალიან ცუდ რაღაცეებზე, რომ ჩემი თავისთვის დამემართა და სტრიმებს ვატარებდი, სტრიმებზე და ამ სტრიმებით გადამქონდა ეგ ყველაფერი. ბევრში ამჩვენით, რომ ძალიან ბევრი სტრიმი მქონდა, სადაც რაღაცა უხასიათოდ ვიჯექი და სტრიმავდი და რაღაცა არ ვიყავ ისეთი კომუნიკაბელური, მაგრამ ჩატიდან გამომდინარე, ისეთი რაღაცები იწერებოდა ხუმრობაშიც და ისეთი კომუნიკაცია დგებოდა ჩვენ შორის, რომ გადამქონდა ეგ ყველაფერი და მსიამოვნებდა თქვენთან ერთად კომუნიკაცია. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლიდან ვინც მიყურებთ ამ 2026 წლამდე, თქვენთან ერთად ჩათვალე, გავიარე და გადავაგორე ის პერიოდი, რაც ჩემთვის ყველაზე რთული იყო ცხოვრებაში. და ძალიან ბევრი რაღაც შემაცვლებინა. ამიტომ უღრმეს მადლობას გიხდით თქვენ, ჩემ მაყურებელს და ჩემ გამომწერებს. პირველ რიგში, ვინც ამდენი ხანია მომყვებით და ამდენი ხანია მიყურებთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რო არა, ალბათ დღეს აქ არ ვიждდებოდი. ან საერთოდ არ ვიждდებოდი არსად. ნანობ თუ არა ოპერაციის გაკეთებას, არც ერთი წამი არ ვნანობ. და შეცვლილი თუ არა რამეს, საერთოდ არაფერს არ შეცვლილი, ანალოგიურად გავიკეთებდი ისე, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ ეხლა. და ანალოგიურად დარწმუნებული ვარ, ვინც წონასთან ესეთ ბრძოლაში ხარ და ეს პრობლემა გაწუხებთ, ოპერაციით თუ ოპერაციის გარეშე, წონის კლების შემდეგ, როდესაც თქვენ სასურველ შედეგს მიაღწევთ და რადიკალურად ცხოვრების სტილს შეიცვლით, ანალოგიურ განცდებს მიიღებთ, ანალოგიურ სიამოვნებას მიიღებთ ცხოვრებისგან, რასაც მე უკვე 1 წელია ვღებულობ.
მინდა ისევ დაუბრუნდე იმ კომენტარებს, რომ წონაზე ხუმრობენ და ჭყალებში ასა დაბულინგებულ კატეგორიაში გადის ის ადამიანები, ვისაც ზედმეტი წონა აქვს. პირდაპირ გეტყვით, რომ ანალოგიური გამოვცადე ჩემ თავზე. ისეთი ადამიანები მიწერდნენ კომენტარებს, საერთოდ უცხო ხალხი ჩემთვის, რომლის არსებობაც არ მაინტერესებდა და არც ვიცნობდი. თემებზე მეხუმრებოდნენ, რაც ჩემთვის სენსიტიური იყო მაგ მომენტში. ბევრ რაღაცას ხუმრობაში ვატარებდი, ბევრ რაღაცას არახუმრობაში ვატარებდი და გულზე მხვდებოდა რეალურად და მაინც გინდა არ გინდა ეს ჩემ ტვინში ილექებოდა. საბოლოოდ ალბათ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი გასკდებოდა. ამიტომ იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც უბრალოდ სახლში ზიხართ, არაფერს არ აკეთებთ და იმ ადამიანებს უწერთ ცუდ კომენტარებს, აბულინგებთ და წონაზე ეღადავებით და ერთადერთი თქვენი მიზანია, რომ ეგ ადამიანი რაღაც იმ დონემდე მიიყვანოთ, რომ საკუთარ თავს რაღაცა დაუშაოს თქვენი და ეს უნდა მეთქვა. მეორეს რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც წონა გაწუხებთ, ყველაფერი მოგვარებადი არის, ბევრი მეთოდი არსებობს ამ ყველაფერთან ბრძოლის და ერთ-ერთი მებრძოლი მე გახლავართ და ვისაც რაიმე კითხვა გექნებათ, ან დახმარება დაგჭირდებათ ნებისმიერ საკითხში, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ და მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებით. საჭიროს თუ გახდა, მე თვითონ წამოყვებით ოპერაციაზე და დარბაზშიც. და ვივარჯიშ. არ იქნება ეგ პრობლემა. სხვას ნუ მოусმენთ. ხო ხედავ როგორი რაღაც არის ცხოვრება. ერთი წლის უკან წონაზე მეხუმრებოდნენ და ეხა ეგ ადამიანები აღარ ჩანა. ამიტომ თქვენ ნერვებს თქვენ დროს ნუ დაუთმოთ ისეთ ადამიანებს, ვინც რეალურად არაფერს არ წარმოადგენს თქვენს ცხოვრებაში. დრო გავა თქვენ შეიცვლებით და ეგ ადამიანი ისევ იგივენაირი ბოროტი ადამიანი დარჩება. ამიტომ ყოველთვის წინ იყურეთ, мотиваცია უნდა იყოს ეგეთი ადამიანები თქვენთვის ცხოვრებაში და უბრალოდ არ უნდა გაბრაზდეთ ესეთ ადამიანებს. ჩემი აზრით უფრო უნდა გეცოდებოდეთ. გაფასებ ძალიან მიყვარხართ და ამ ვიდეოს მერე ჩემს ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა. დღესაც ამ ვიდეოს სანამ გადავიღებდი არ მეძინა, იმიტომ რომ ფიქრობდი საერთოდ გადამიღო თუ არა ეს ვიდეო. დიდი ხანია ამ ყველაფრის შესახებ მინდოდა მომეყოლა, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მიიღებდით ამ ყველაფერს და რა რეაქცია გექნებოდათ. მაგრამ გადავდგი ეგ ნაბიჯი და ვალდებული ვიყავი. მე ეგრე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა გცოდნოდეთ. მიყვარხართ, გაკოცეთ და მომავალ შეხვედრას.